ზარდი ზეწოლისა და შიდა პარტიული უთანხმოების ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მიდის. ხელისუფლების სათავეში თითქმის 2 წლიანი ყოფნის შემდეგ კիր სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობიდან გადადგომასაც აანონსებს. მისი დღევანდელი გამოსვლა ემოციური აღმოჩნდა. გადაწყვეტილებამდე იყო არაერთი გაკრიტიკებული რეფორმა, სადავო გადაწყვეტილება და პარტიის მარცხის შუალედურ არჩევნებში. პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატად მანჩესტერის მერი ენდი ბარნემი განიხილება, რომელმაც შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დღეს ვესტმინსტერში ფიცი დადო. ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერის ასარჩევად კანდიდატების განაცხადების მიღება 9-დან 16 ივლისამდე მოხდება. ერთი კანდიდატის შემთხვევაში შიდა არჩევნები აღარ ჩატარდება. 1 სექტემბერს პარლამენტი მუშაობას განახლებს, რა დროსაც ლეიბორისტებს ახალი ლიდერი უკვე შერჩეული უნდა ჰყავდეთ. მანამდე კი პრემიერის თანამდებობაზე სტარმერი იქნება. ოპოზიცია ბადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 2 წელიწადზე ნაკლების წინ 2024 წელს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კիր სტარმერის დაპირება ბრიტანეთის ქაოტური პოლიტიკის დასრულება იყო. თუმცა თანამდებობა სწორედ შიდა პარტიული უთანხმოების გამო დატოვა და არა არჩევნებში წაგების მიზეზით. შიდა წყაროს ცნობით კիր სტარმერი გასულ შაბათ-კვირას ფიქრობდა გადამდგარიყო თუ ლიდერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო. სტარმერზე ზეწოლა ბოლო თვეების განმავლობაში იზრდებოდა, რადგან ბრიტანეთს ყველაზე მაღალი სასესხო პროცენტები აქვს დიდ შვიდეულში, ასევე აქვს სუსტი ეკონომიკური ზრდა. სირთულებია ხარჯების შემცირებაში და ინვესტიციების განხორციელებაში. ლეიბორისტული პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს ვთხოვ შეადგინოს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კანდიდატების მიღება 9 ივლისს დაიწყება და ზაფხულის არ დადაგებამდე დასრულდება. შიდა არჩევნების შემთხვევაში ეს უზრუნველყოფს ახალი ლიდერის არჩევას სექტემბერში პარლამენტის დაბრუნებამდე. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევნების დასრულებამდე დავრჩები და ყველაფერს გავაკეთებ, რათა უზრუნველყო ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემა. ასევე ჩემს მემკვიდრეს სრულ და ცალსახა მხარდაჭერას გამოუცხადებ. რადგან ვიცი, რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ ბრიტანეთს, რომელიც გაცილებით ძლიერია და სამართლიანია, ვიდრე ის, რომელიც მე 2 წლის წინ მერგო. უკეთ მომზადებული იქნება მომავალი გამოწვევებისთვის და უკეთ შეძლებს ლეიბორისტული პარტიისთვის მეორე ვადის უზრუნველყოფას. 14 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ ლეიბორისტები 2024 წელს ქვეყნის მართვაში დაბრუნდნენ, თუმცა მთავრობის ხელმძღვანელის შეცვლა შიდა პარტიული მიზეზებით გახდა აუცილებელი. სტარმერის მტკიცებით ლეიბორისტული პარტია პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული იყო და მის დასასრულზე საუბრობდნენ, თუმცა მან საპირისპირო დაამტკიცა. სტარმერის თქმით, ეკონომიკის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ნდობა აღადგინა, მაგრამ მის მიმართ უკმაყოფილება იზრდებოდა. პარტიის წევრების ნაწილი ამტკიცებს, რომ სტარმერს არ ჰქონდა მკაფიო მიმართულებები და დიდი იდეა. მისმა პოლიტიკამ ხშირად განიცადა წარუმატებლობა, რასაც მოყვა მისი გუნდიდან არაერთი გადადგომა და სამსახურიდან გათავისუფლება. ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან აქ 18 წელია ვცხოვრობ და მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი, ეს ქვეყანა ულამაზესი იყო. შეგეძლო გემუშავა, გეცხოვრა, რაც გინდა ის გეკეთებინა. ახლა მონასავით მუშაობ და ფული არაფრისთვის არ გაქვს. მე შრომის მოყვარე მუშავარ. მშენებლობაზე ვმუშაობ და ეს ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია დაინგრა. სტარმერის მმართველობისთვის დიდი სკანდალი იყო შეერთებულ შტატებში ელჩად პიტერ მანდელსონის დანიშვნა იმ ფონზე, როდესაც საყოველთაოდ იყო ცნობილი მის მჭიდრო კავშირზე მსჯავრდებულ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან. ბრიტანულ პოლიტიკაში სტარმერის მიმართ კრიტიკა გამოიწვია სოციალური უზრუნველყოფის რეფორმის და ციფრული პირადობის მოწმობების შემოღების უკანწაღებას, ასევე ზამთრის პერიოდში საწვავის გადასახადების გაუქმებას. მისმა გადაწყვეტილებამ მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ ბიზნესები გააღიზიანა. სტარმერმა პირობა დადო, რომ იბრძოლებდა მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ექსტრემისტებთან, მას შემდეგ რაც მისმა ლეიბორისტულმა პარტიამ დამამცირებელი მარცხი განიცადა შუალედურ არჩევნებში მემარცხენე მწვანეთა პარტიასთან იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ის თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში დომინირებდა. ლეიბორისტული პარტია ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თემების გაერთიანება და ჩვენ ერთად დავდგებით ამ ბრძოლაში მემარცხენეებისა და მემარჯვენეების უკიდურესობების წინააღმდეგ, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიცაც ჩვენ გვწამს. საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში კիր სტარმერს არ შეუცვლია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში 2025 წლის 16 იანვარს ჩავიდა, რათა კიევთან უსაფრთხოების და სავაჭრო ხელშეკრულება გაეფორმებინა. კիր სტარმერის პოლიტიკურ აქტივში ჩაიწერა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაში ტარიფების შემცირება და ახალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა ტრადიციულ მოკავშირესთან ურთიერთობა ირანთან დაწყებულმა ომმა გაურთულა, რადგან შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ კამპანიაში ავიაბაზების გამოყენების შესაძლებლობა შეუზღუდა. ამას დაემატა ბრიტანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება. ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, ვისთანაც ჩვენ საქმე გვაქვს.
We will protect our people in the region. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას რეგიონში. მეორეც, ჩვენ მივიღებთ აუცილებელ ზომებს საკუთარი თავისა და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად. ჩვენ არ ჩავერთვებით უფრო ფართომასშტაბიან ომში და მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სწრაფი გადაწყვეტის მისაღწევად, რომელიც რეგიონს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას დაუბრუნებს. მას შემდეგ ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვაშინგტონი არაერთხელ დაადანაშაულა შიდა საქმეებში ჩარევაში. სტარმერისთვის საფრთხე, რომელიც თვეების განმავლობაში იზრდებოდა, მკვეთრად გაიზარდა 19 ივნისს, როდესაც მანჩესტერის მერმა ენდი ბარნემმა გაიმარჯვა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და ვესტმინსტერში დაბრუნდა. ბარნემმა დაამარცხა ნაიჯელ ფარაჯის დიდი ბრიტანეთის რეფორმის პარტიის კანდიდატი, რომელიც 1 წელზე მეტია ლიდერობდა ეროვნულ გამოკითხვებში. წარმატების შემთხვევაში ის ბრიტანეთის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც 10 წლის წინ გაიმართა. სახელისუფლებო ცვლილების ეს დონე ყველაზე მაღალი ბრიტანეთში თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში ხაზს უსვამს ამ მომრჩევლების მხარდაჭერის შენარჩუნების სირთულეს, რომლებიც გავრაზებული არიან ცხოვრების დონის, საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესების და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის წარუმატებლობებით. განცხადება გავაკეთე და შევაქე პრემიერ-მინისტრის თავდადება და სამსახური და დავადასტურე, რომ მალე დაწყებულ პროცესში ჩავერთვები. დღეს ჩემი პრიორიტეტია მერისა და მეიკერფილდის პარლამენტის წევრის თანამდებობაზე ფიცი დავდო და დღეს დიდი მანჩესტერის დატოვება ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო. ხალხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრწყინვალე იყო ჩემს მიმართ. ამ თანამდებობის ყოველი წუთი ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს მანჩესტერს უკეთეს ადგილას დავტოვებ. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური დრამა დღეს ერთადერთ დაუნინგ სტრიტის კატა ლარის არ აწუხებდა, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლების შტაბინაში 2011 წლიდან ცხოვრობს. კაბინეტის მიერ მინიჭებული ოფიციალური ტიტულის მფლობელი დაუნინგ სტრიტის ნომერ 10-ში ახალ პატრონს ელოდება.